ასოციაცია აგრძელებს მუშაობას და გადავწყვიტეთ, რომ ასოციაციის წევრებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენს დარგში მოღვაწე პროფესიონალებთან შეხვედრა და გაცნობა. პირველი ესეთი ვიზიტი გაიგეგმა სააქციო საზოგადოება სარაჯიშვილში, სადაც მოხდა კომპანიის ისტორიის გაცნობა, ბრენდის წარმოშობის ისტორიასთან უშუალოდ შეხება, დაგემოვნება, დეგუსტაცია, ამ ყველაფერს წაუწყვა ბატონი დავით აბზიანიძე და ვფიქრობ, რომ ესეთი შეხვედრები ძალიან საინტერესო იქნება და საჭირო ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის, იმიტომ რომ თვითონ პროფესიონალების გამოცდილება და მისი გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენი წევრების განვითარებასაც. ძალიან სასიამოვნო დღე იყო ჩემთვის, რომ გავიცანი დღეს ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები. საქართველოს ვაზისა და ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ქართველი ქალი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული. ქართველი ქალი ბრძოლაშიც კი მიყვებოდა თავის ოჯახის მამაკაც წევრებს და ტოლს არ უდევდა მათ. ბევრ რამეში ქართველი ქალი ყოველთვის წარმატებული იყო და დარწმუნებული არ იქნება. საოცრად გამახარა აი ამ არაჩვეულებრივმა ორგანიზაციამ ქართველი ქალები ღვინის ინდუსტრიაში. ყველა ეს ქალბატონი ამზადებენ ღვინოს თავთავისნაირ პატარა მარნებში ძალიან წარმატებულად და ჩვენ რაც გავსინჯეთ ყველაფერი მართლაც ხარისხიანი და მოსაწონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია წინ წავა, წინ ივლის და უნდა რა თქმა უნდა ყველამ უნდა გაუწიოთ დახმარება, გვერდში დგომა და საერთოდ ცნობილია, რომ ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო კარგად გებულობს სასმელის ნიუანსებს. დღესაც გამოჩნდა სხვათა შორის ეს. მივესალმები მოკლედ ამ ზამას წარმოწყებას, ეს წარმოწყებად არ უნდა დარჩეს, უნდა წინ წავიდნენ და რითაც შეგვეძლება ყველა სკვერში დაუდგებით შეძლებით დაგვარად. მზათავად ყველაფრისათვის. 2020 წლიდან ვაწარმოებ ქვევრის ნატურალურ ღვინოს და შესაბამისად ვაწარმოებ ქვევრის ნატურალურ ჭაჭას, რომელსაც ვაკეთებ განსხვავებული მეთოდით, ანუ ხდება კერძოდ დაბარგება ქვევრში. და დღევანდელი ჩემი ვიზიტი სარაჯიშვილის ქარხანაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მასტერკლასზე ძალიან ბევრი ინფორმაცია გავიგე, როგორ უნდა დავაყენოს სწორად ჭაჭა. და ბატონი დავითის მიერ მივიღე რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, იცით ძალიან მოხარული ვარ. დღევანდელი ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ჩვენი ღვინის მწარმოებელი ქალბატონები არა მარტო ღვინოს აწარმოებენ, არამედ არიან დაკავებული ალკოჰოლური სასმელების წარმოებით, მათ შორის ჭაჭის არყით და ის რომ დისტილაცია და გამოხდა და მასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარება და დაგროვება ძალიან ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას და აისახება პროდუქციის ხარისხზე. სპეციალისტები არამედ საერთოდ საქართველოს გაიგებს თქვენ შესაძლებლობას.